დღეს 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახლად გახსნილ მუზეუმში დამთვალიერებელს დღეიდან საშუალება ექნება იხილოს ქართული დამწერლობის განვითარების გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული დედაენის უნიკალური ეგზემპლარები იყო წარმოდგენილი. დღეს არის განსაკუთრებული დღე იმითაც, რომ 14 აპრილს 47 წლის წინ 1978 წელს ქართულმა საზოგადოებრიობამ, ეროვნულად განწყობილმა პროფესურამ, სტუდენტებმა, ასევე ეროვნულ უფლებადამცველური მოძრაობის აქტივისტებმა თავი მოუყარეს უზარმაზარ დემონსტრაციას, რომელმაც მოახერხა ის, რომ როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საბჭოთა კავშირისამ, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დაიხიეს და მათ დატოვეს ის პუნქტი კონსტიტუციაში, ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა რჩებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად. დღეს ასევე ძალიან საინტერესოა, დამთხვევა არის, მაგრამ ალბათ დამთხვევაც არ არის, რომ 1879 წელს ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს და იაკობ გოგებაშვილს მოუვიდათ პირდაპირ ცნობა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შესაბამისი უწყების მიერ არის ნაცნობი და მას შეუძლია დაიწყოს ფუნქციონირება, რაც დაიწყო კიდევაც მომდევნო დღეს. 14 აპრილი დააწესა თვითონ ხალხმა, ახალგაზრდობა თავის მშობლიურ ენას მიუძღვნა 14 აპრილი და მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველები ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მშობლიური ენის დღეს. მინდა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ 14 აპრილმა ფაქტიურად ქართული ენის დაცვამ სხვა ენების დაიცვა, სხვა რესპუბლიკების. მაშინ საბჭოთა კავშირი საკმაოდ ძლიერი იმპერია იყო ჯერ კიდევ და ბუნებრივია, რომ იყო საიშროებაც, ხიფათიც იყო მოსალოდნელი, ისეთივე ხიფათი, როგორც 1956 წლის 9 მარტს მოხდა, როდესაც 100-მდე ადამიანი დახოცეს რუსულმა ჯარებმა და ყველაფერი იყო ისე მიმართული, რომ ახალგაზრდობის ერთ სულოვნებამ და ერთად ყოფნამ ეს ნაბიჯი მათ ვეღარ გადაადგმევინა. ეს არ იყო პოლიტიკური ბრძოლა, ეს იყო გულწრფელი ბრძოლა, როგორც საკუთარ დედას, საკუთარ მშობელს დაიცავდა ქართველი ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდები და მე ამას მივესალმები. დღეს ძალიან ღირსშესანიშნავი დღეა, როგორც 14 აპრილის გამო, ასევე რომ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული ანბანის დარბაზი, რომელიც ჩვენს მომავალ თაობებს ძალიან შეუწყობს ხელს, რომ ქართული ანბანი, ქართული დამწერლობა, ქართული სიტყვა რაღაცნაირად უფრო ახლოს უფრო გულთან ახლოს მიიტანონ და უფრო შეიყვარონ. მე აქვე არ შეიძლება რომ არ ითქვას თუ რაოდენ დიდი დამსახურება არის ქართული ანბანის შექმნაში, ჩამოყალიბებაში, ხელნაწერების წერაში, გადაწერაში, თარგმნაში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ქართული ეკლესიის. რომ არა ქართული ეკლესია ჩვენ არ გვექნებოდა შენარჩუნებული ჩვენი ენა, ჩვენი ანბანი, ჩვენი დამწერლობის სამი სახეობა. ეს იყო კოლოსალური ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი დიდი წინაპრები ატანდნენ აი ამ პროცესს, კულტურულ პროცესს და ფიქრობ, რომ ძალიან დასაფასებელია ეს, რაც გააკეთა ჩვენმა ეკლესიამ აი ამ კუთხით. ამ დარბაზში, რომელიც დამწერლობის დარბაზია, წარმოდგენილია ბაგრატის ტაძრის იატაკის ანალოგია, მოზაიკა გაკეთებული, რომელიც უნიკალური შესრულება რეალურად. ამავე დროს აქ არის წარმოდგენილი მოზაიკური თვალსაზრისით ქართული დამწერლობის ასონიშნები და კედლებზე კიდე წარმოდგენილია ის ექსპოზიცია, რომელიც თქვათ ჩვენი დამწერლობის ისტორიას ასახავს. აი პირვანდელი აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებიდან საბოლოოდ როგორ გადავდივარ თქვათ წიგნის ბეჭდის ნაწილზე, აი ესეც კი პატარა სივრცეში არის წარმოდგენილი. რეალურად ეს არის
ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ქართული დამწერლობით და ჩვენ ამით ხას უსვამთ ჩვენი დამწერლობის კულტურის უნიკალურობას. აქვე არის წარმოდგენილი უცხოური ნიმუშები დამწერლობისა, რომელზეც პარალელებს ვაკეთებთ. ანუ რა იყო სხვაგან, რა იხდებოდა ჩვენთან და ამ თვალსაზრისით უიოლებ დამთვალიერებელს აი ამის წარმოდგენას და ასახვას.